საქართველოს უნივერსიტეტის ლიმესის რობოტექნიკისა და ელექტრონიკის სკოლის შექმნის იდეა ზოგადად გაჩნდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ საქართველოში არსებული მდგომარეობის გაანალიზება ამ მიმართულებით. ანუ არ არსებობს არანაირი გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ განევითარონ თავიანთი შემოქმედებითი მიდგომები და აზროვნება ამ მიმართულებით, რასაც ქვია რობოტექნიკა და ელექტრონიკა. დღესდღეობით ლიმესის რობოტექნიკისა და ელექტრონიკის სკოლა არის ერთადერთი ადგილი, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იარონ აწმონ სხვადასხვა რობოტები, ელექტრული სქემები, კონსტრუქტორები, დაეუფლონ ასევე ფიზიკის ელექტროობის ნაწილს, მათემატიკას, პროგრამირებას და ასე შემდეგ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასწავლო პროგრამები არის აგებული ისე, რომ არის ძალიან მარტივი და ყველას შეუძლია ჩვენ სასწავლო კურსში ჩართვა და შესაბამისად რობოტექნიკისა და ელექტრონიკის დაუფლება. ზოგადად სასწავლო პროცესი მიმდინარეობს მე-5-დან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. დადიან კვირაში ერთი დღე, შაბათს ან კვირას. საკუთილო პროცესი დაახლოებით 3 საათს გრძელდება და ამ დროის განმავლობაში ყველა ბავშვი მუშაობს თავისი ხელით, რაც ყველაზე მთავარია, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო კომპონენტით, ელექტრული მოდული იქნება ეს თუ სხვა მექანიკური ნაწილი და შესაბამისად მათ არ უჭირთ ამ საკუთილო პროცესების დაძლევა. დავდივარ რიუჯი ლიმესის სკოლაში და ვაწყობთ სხვადასხვა საინტერესო სქემებს და წინა გაკვეთილზე ავაწყეთ პიანინოს სქემა. ამ პიანინოს სქემაში გვაქვს გამოყენებული ცვლადი რეზისტორი, სხვადასხვა რეზისტორები, 5-5 ტაიმერი და სუიჩები. ასევე გამოყენებული გვაქვს სენსორი და სენსორის დაჭერაზე ისმის ხმა. სასწავლო კურსი არის 2წლიანი, თითოეული წელი დაყოფილია 2 მოდულად. ყოველი მოდულის დასასრულს მოსწავლეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატებიც და ზოგადად კურსი აგებულია ისე, რომ იწყება უმარტივესი ელექტრული სქემების აწყობით და საბოლოო ჯამში მთავრდება მიკროკონტროლერების დაპროგრამებით, სერიოზული რობოტების, მართვადი რობოტების აწყობით და სხვადასხვა საინტერესო საოლიმპიადო პროექტების მუშაობით. ლიმესის რობოტექნიკისა და ელექტრონიკის სკოლაში სასწავლო პროცესების დროს თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილია შესაბამისი ელექტრული კომპონენტი. მაგრამ ასევე საქართველოს უნივერსიტეტში არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, უკვე სამრეწველო ელექტრონიკის ლაბორატორია, სადაც როგორც მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს და ყველა ამ დარგში დაინტერესებულ პირს შეუძლია იმუშაოს. ხოლო ჩვენი მოსწავლეებისთვის არის თავისუფალი დაშვების სისტემა, როგორც ჩვენი მოსწავლეებისთვის, ასევე სხვა პირებისთვის, სადაც შეუძლიათ მათ გამოიყენონ ამ ლაბორატორიის სიმძლავრეები, იმუშავენ სხვადასხვა საინტერესო პროექტებზე, სხვადასხვა რობოტებზე, მოემზადონ სხვადასხვა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის და თვითონ უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და ლიმესის რობოტექნიკისა და ელექტრონიკის სკოლა საშუალებას აძლევს თითოეულ ახალგაზრდას, თითოეულ მოსწავლეს, რომ ამ მიმართულებით დაიწყოს შირკედელაობა და ჩაერთოს ელექტრონიკის ფერხულში. საქართველოს უნივერსიტეტის ლიმესის რობოტექნიკისა და ელექტრონიკის სკოლის სასწავლო პროგრამები არის სრულიად უნიკალური. მას ანალოგი არ გააჩნია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით, იმიტომ რომ ის მეთოდები, რაც გამოყენებულია ჩვენ სასწავლო პროგრამებში, არის აბსოლუტურად ჩვენ მიერ შექმნილი, ლიმესის, იუჯი ლიმესის ჯგუფის მიერ შექმნილი აი ამ 2 წლის განმავლობაში.